გერმანული სოფელი საქართველოში შესაძლოა ვინმე მარც კი იცის, რომ თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს სოფელი, რომელიც გერმანელებმა მე-19 საუკუნეში ააშენეს. მათ მიერ აგებული სახლები სოფელ ასურეთში დღემდე პირვანდელი სახით შემორჩა. გერმანელების ქართული სოფელი ნახეთ თამარ ცხომარიას, ზურა პატარიძის და რევაზ ნასიძის საავტორო რეპორტაჟი. სოფელი ასურეთი გამორჩეული სახლებითა და არქიტექტურული ნაგებობებით საქართველოს ყველა სხვა სოფლისგან განსხვავდება. სოფელი 2 საუკუნის წინ საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანულ კოლონისტებს აუშენებიათ. თეთრი ქვით, ცემენტისა და ლურსმნის გარეშე აგებული სახლებისა და მუხის აივნების გამძლეობა აქაურ მაცხოვრებლებს დღესაც აოცებთ. ეს გერმანული დასახლება იყო და გერმანელმა შემოიტანეს თავიანთი პასუხისგებლობაში, რომ ის მოყარეობა, პედანტიზმი, პუნქტუალობა, ყველაფერი შემოიტანეს და დღესაც კი აისახება მათ შემორჩენილ სარდაფებში, როგორ არის ნაგები ეს შენობები, რომ დღემდე შემორჩა და არ ინგრევა და უნიკალურია ეს ყველაფერი. ეს ჩვენი ასურეთელი, ეგრეთ წოდებული ასურეთელი გერმანელები იყვნენ შვაბკუთხე გერმანიის კუთხიდან, ქალაქ მიდან ძირითადად ვურტემბერგიც იყო ძალიან მასიურად ჩამოსული ვურტემბერგიდან. ეს იყო 1400 ოჯახი, სადღაც 7000 ადამიანი დაიძრა აქეთ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მოაღწია ოჯახმა ასურეთამდე და დასახლდნენ და პირველ ხანებში ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებულ მიწურებში, ძალიან ცუდ პირობებში, თუმცა გერმანელები აღნიშნავდნენ მაშინ, რომ თუ არა მეზობელი სოფლის, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, ჩვენ ალბათ ბევრი კიდევ ვერ გადაურჩებოდით ამ რთულ გზასო. ჩვენი ტერიტორია შეირჩა ეკონომიური, გეოგრაფიული, იქნებ რელიგიური, არ ვიცი, ყველა ერთბაშად ყველა ერთი მოსაზრებით. ვიცით, რომ ესენი რომ შემოვიდნენ, 8 კოლონია და ფუძნეს საქართველოში. გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება საქართველოში 1817 წელს რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის ინიციატივით მოხდა. სწორედ მისი მეუღლის საპატივცემულოდ სოფელ ასურეთს ელიზაბეტელი, ანუ ელიზაბეტის დასახლება უწოდეს. თითქმის 125 წლიანი ცხოვრების შემდეგ 1941 წელს გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს. ნათელა აზარიაშვილი გერმანელების შთამომავალია. ძალიან პატარა იყო, როდესაც მისი ნათესავები ელიზაბეტელის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს. მისი დედა ფრიდა შმიდტი კი სოფლიდან გასახლებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ქართველის ცოლი იყო. როდესაც ომი დაიწყო, გერმანელების აქედან გადასახლება რომ სთქვეს, ბაბუა და ბებია აქ ცხოვრობდნენ, დედაჩემის მშობლები და ჩვენ თბილისში ვიყავით, ჩამოვიყვანეს აქ ასურეთში. მარტო იყო დედაჩემი. და სანამ ჩამოვიდოდნენ ეს რაჭველები, მთელი სოფლის ძაღლები იყვნენ აქ და ყმუოდნენ თურმე რომ დედაჩემი რომ აქ იყო და შუქი რო ემთო. ეს შიში გაატარა სანამ ესენი ჩამოვიდოდნენ. დედაჩემის და-ძმა არის აქ დაღუპული 39 წელში დაიღუპნენ. ერთი ფილტვების სანქტებით, მეორე ტიფით და დასაფლებული არიან მან. დედაჩემი რო დაიღუპა, მერე იმის გვერდით უკვე 51 წელში ხო ისინი გადაასახლეს და ადგილი იყო იქ და დედაჩემი მაგათ გვერდით დავასახლეს. ჩვენ რომ ლაპარაკობდით გერმანულად, თურმე უგნეოდე რომ ქართულად ნელაპარაკებიო, არა გერმანულად ნელაპარაკობო, ქართულად ელაპარაკო, რომ ბავშვებმა ისწავლონო ქართულია. მერე საბავშვო ბაღშიც შეგვიყვანა დედაჩემა, მერე სკოლაშიც და ასე ქართულად უფრო ისწავლეთ. გერმანელების გადასახლების შემდეგ ელიზაბეტელში რაჭველები ჩამოასახლეს. ნათელას მეუღლეც ოჯახთან ერთად სწორედ რაჭიდან ჩამოვიდა. ახალმა მოსახლეებმა სოფელს ძველი სახელი დაუბრუნეს და ისევ ასურეთი უწოდეს. გერმანელების დანატოვარი ნივთები კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რამდენიმე სახლში შემოინახეს. გერმანელების აშენებულ ყველა სახლს აუცილებლად ჰქონდა სარდაფი და სათავსო. მათი ნაქონი სამუშაო იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთების ფრაგმენტები აქ ხელუხლებლად არის შემორჩენილი.
აქვეა 2 საუკუნის ტანსაცმლის ზარდახშა და საკერავი მანქანა ზინგერი. გერმანული არქიტექტურით აგებული გოგირდის აბანო. ქათმების ფერმა და უნიკალური მარანი, რომელიც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, დღეს უფუნქციოდ არის დარჩენილი. ასეთი იყო გოთიკურ სტილში აგებული ლუთერანული ეკლესია, სანამ კომუნისტები გუმბათს მოანგრევდნენ. გერმანელების წასვლის შემდეგ ეს ეკლესია კულტურის სახლად გადაკეთდა. მოგვიანებით 80-იან წლებში კი შენობას ხანძარი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა. ახალი პროექტის მიხედვით ამ ადგილას მუზეუმი განთავსდება, რომელიც ასურეთში გერმანელების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. გერმანელები სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ზრუნავდნენ. მათი მონდომებისა და შრომის შედეგად ელიზაბეტელი მალე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელი გახდა რეგიონში. სიბნელეში რომ იყო ჩაძირული მთელი რეგიონი, ასურეთში იყო ელექტრიფიცირებული, იმიტომ რომ საკუთარი ელექტროსადგური ჰქონდათ აი სოფლის შემოსასვლელში დაბლახევში და რადიოსადგური ფოსტა, რა ვიცი, ელექტროღუმელები და თვითონ სამჭედლო ჰქონდათ ამათ მოწყობილი. ნუ ეს იყო, რა ვიცი, ცოცხალი ორგანიზმი. დედას, მამას, ჩემს დედამთილს ამ პერიოდში უცხოვრიათ ამ გერმანელებთან, ჩემი დედამთილი სკოლაშიც კი დადიოდა და გერმანელებთან ბაღში. და აი ამათ სოციალიზაცია ძალიან ადვილად და მარტივად ხდებოდა. საუბრობდნენ გერმანულ ენაზე ასე ძალიან მარტივად, აქ ვინც იყვნენ ის ქართველები. და აი უკვე მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ელიზაბეტალი იყო ქვემო ქართლის რეგიონში მთლიანად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე არა მარტო მეურნეობის, წარმოების და ასე შემდეგ, არამედ აქ იყო კულტურული ცენტრი. სოფელში ქართველების საფლავების გვერდით შემორჩენილია გერმანელების სასაფლაო. მიტოვებულ საფლავებს ადგილობრივი დარაჯი გულმოდგინედ უვლის. იქ არ არის ვანდალიზმი, იქ არ არის არაფერი შემორჩენილი, მოფერებული და შენახულია პირიქით მათი საფლავები, გერმანელების საფლავები და ეს კულტურული ურთიერთობები და ეს ხიდი გერმანია საქართველოს შორის გადებულია და ამაში პატარა წვლილი ჩვენ ასურეთლებს, ანუ ყოფილ ელიზაბეტელელებს გვიდევს. როგორც გერმანიის ძალიან ხშირი ურთიერთობები გვაქვს გერმანელებთან, ჩამოსულ დელეგაციებთან, პასიურად შემონახული სახლები, სასაფლაო, აბანო და ასე ნაგებობები, ასე შენახული ჩვენ ასეთ არ შეგხვედრია და არ გვინახავს. ნუ ამას აღნიშნავენ კმაყოფილებით. სოფლის რეაბილიტაციისა და პირვანდელი იერსახის შენარჩუნების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაისის თვიდან დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ცენტრალური გზის ქვაფენილით მოპირკეთება, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე სასმელი და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ღობეების პირვანდელი სახის დაბრუნება. კერძო სექტორი დაინტერესებულია გაიხსნას ადგილზე ლუდსახარში გერმანული ფუნთუშეულის წარმოება, ძეხვის წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ასურეთიდან დაიგეგმოს ტურისტული ტურები. აქ 30 კილომეტრში სოფელი მანგლისია, საკურორტო ზონა და ტურისტული მრავალი დარგის განვითარება შეიძლება. ტურიზმის განვითარების მიზნით ასურეთში სასტუმროსა და კოტეჯების მშენებლობა უკვე დაწყებულია. მომავალ წელს გერმანელი კოლონიზატორების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღინიშნება.